კაცი მოკლეს იმისათვის, რომ ღირებულებებს და ქრისტეს ქადაგებდა და როგორც კი მოკლეს უამრავ ადამიანს მათ შორის საქართველოში გაუხარდა რა საშინელებაა ეს. ქართველი კაცი ხო ეგეთი არასოდეს არ ყოფილა. ქართველ კაცს ხო მტერიც კი უყვარდა, როცა ის განიარაღებული იყო. გესმით? ეს ხო აი ეს რაც ტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია, ეს ხო ჩვენი სისხლის და კულტურის ნაწილია. ვეფხვი და მოყმე ხო ხალხმა აღმოთქვა და არა ვიღაცა კონკრეტულმა პოეტმა და დღეს რა დაგვემართა. როგორ შეიძლება მტერიც კი რომ მოკლან გიხაროდეს და როგორ შეიძლება ახალგაზრდა პატარა ბავშვების თვალწინ მოკლული ადამიანის სიკვდილი გიხაროდეს და ეს გამოხატო. აქედან ერთი ნაბიჯი ანტიქრისტეს გამეფებამდე. ესმით ერთი ნაბიჯი და ჩვენ შეიძლება ყველა მოვესწროთ ამას, იმიტომ რომ ისი ახლოს არის აი ამ მდგომარეობის გამო ანტიქრისტეს სული ხშინავს უკვე მისი ოხშივარის სურნელება გასთელ სამყაროში შეიძლება ასე ითქვას. დღეს რო გახვიდე გარე და ქრისტე ღმერთია, აი ეს რო გულმხურვალები დილაპარაკო ვიღაცა გესვრის და მოკლავს მხოლოდ იმიტომ რომ ამ სიტყვას ამბობ. და მე აღმოჩნდება უამრავი ადამიანი რომელიც იმ ყველას ტალში დაუკრავს, მათ შორის საქართველოშიც. გონიერება ვიქონიოთ. შეგვეძლოს გარჩევა კეთილისა და ბოროტისა. ვერ ვარჩევ დღეს საქართველოში ადამიანების სიკეთე სად არის და ბოროტება სად არის?